მადლობა მოწვევისთვის. მადლობა. რეალობა არ მახსენდება, ნუ რაღაცა კომუნისტური ბავშვობა მაქვს მე გამოვლილი და რაღაცები მახსენდება ჩემი კომუნისტური ბავშვობიდან. ბულგაკოვის ძაღლის გული წაკითხული მაქვს ბავშვობაში და ფილმიც მაქვს ნანახი და ის მახსენდება ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად. რომ უყურებ აი ამ პერსონაჟებს, ქართული ოცნების პერსონაჟებს. თუმცა მე მინდა ჩემებურად ავხსნა ის რაც ხდება, ჩვენ ხშირად რაღაცა განცვიფრება გვემართება ხოლმე, მესმის სოციალურ ქსელებში ხალხო ეს რა ხდება, ეს როგორ ხდება, რანაირად ხდება და ყოველ ჯერზე სად არის სახელმწიფო ვკითხულობთ, ხო? და მე მგონი ეს კითხვები რომ აღარ დავსვათ, ჩვენ ამისთვის რაღაცებს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. სად არის სახელმწიფო? სახელმწიფო აღარ არსებობს. სახელმწიფო არის ბიძინა ივანიშვილი. ახლა რა უნდა ბიძინა ივანიშვილს და რატო არ არის ვთქვათ პოლიციელი ქუჩაში, რატო კიდია ყველას ფეხებზე რომ ვიღაც შეშლილს იარაღი აქვს. რატო აი ყველგან ჩანს, ხო, არ ვიცი, გორს ახსენებენ ხოლმე, ნუ აი წვიმა მოვა და კალაძემ რა ვქნა, ყველგან ესეა, დატბორვა ყველგან ხდება კი, ხო, ნუ რა უნდა თქვა, კი ხდება ხოლმე, რა ვიცი, კი. სხვაგანაც ხდება ხოლმე, მაგრამ იქ მერი არას აკეთებს, რა არის გარდაუვალი რის თავიდან აცილება შეიძლება, ანუ ყველა წვრილმანი, ხა საერთოდ რა მოსატანი ადამიანის სიცოცხლეზე ვლაპარაკობთ და შეძრწუნებულები ვართ ყველა, მაგრამ დღეს 2 საათი დამჭირდა რომ ვარაზის ხევზე ავსულიყავი, წრე დამერტყა, იმიტომ რომ არსად არ იყო წასასვლელი აბსოლუტურად და ისევ უკან ჩამოვსულიყავი კოსტავათი გმირთა მოედანთან, რომ სამსახურში როგორმე წავსულიყავი, ანუ არავინ არ მითხრა რომ იქ თუ ახვალ არის ხაფანგი. პოლიციელი არ დამინახავს საერთოდ. მართლა 2 საათი დამჭირდა, არ ვაზვიადებ, დრო მქონდა დანიშნული, ხო? რომ ერთი წრე დამერტყა თბილისის ცენტრში, იმიტომ რომ არავინ არაფერი არ მითხრა. ფეხებზე ვკიდივართ. ანუ რა არის ივანიშვილის მთავარი ამოცანა? ივანიშვილის ძალაუფლება უკვე დაცლილია ყოველგვარი იდეისგან. პრინციპში თავიდანვე დაცლილი იყო, მაგრამ რაღაცებით ფუთავდა ხოლმე, ხო? ანუ რაღაცა იდეა, რეფორმის სურვილი, აი პოლიტიკაში რისთვის არის ხალხი, ხო? ისეთი ხალხია საერთოდ პოლიტიკაში, რაღაცა თავისი ხედვები აქვს, წარმოდგენები აქვს და უნდა რომ ის ცხოვრებაში განახორციელოს. ამ კაცს აბსოლუტურად მსგავსი არაფერი არ აინტერესებს და გარშემოც შემოკრებილი ყავს ეგეთი ხალხი, მხოლოდ ეგეთი ხალხი დარჩა მასთან, რომელსაც აი თავისთავად შიშველი ძალაუფლება აინტერესებს. ახლა ეს ხო უნდა შეინარჩუნოს როგორმე, ხო? ჩემს გაცემაში ვამბობ და გავიმეორებ, ნუ 2018 წელს ივანიშვილმა აბსოლუტურად დაკარგა რწმენა არჩევნების. გვახსოვს პირველი ტურის მერე გამოვიდა გაფიქრებული კაცი და თქვა რომ ხო აი რაღაცა მართვის ხაროზებს გავასწორებ ასე შემდეგ. ანუ მიხვდა რომ არჩევნებით წააგებს და მე რაღაცა სასწაულები ჩაიდინეს ხო მეორე ტურისთვის და ხალხი მოისყიდეს და გააყალბეს და მობილიზება გაუკეთეს და ანუ მას შემდეგ მაშინ მაგან დაფიქრდა რომ მე რომ ეხა დემოკრატობა ვითამაშო და რაღაცები მე დავკარგავ კაცო ძალაუფლებას და მას შემდეგ დაიწყო ნელა-ნელა შემოპარება და ნუ 2022-დან სულ აიწყვიტა რაც უკრაინის ომი დაიწყო და მან წარმოიდგინა რომ ამ ქვეყანაში ეხა მალე რუსეთი იქაც გაიმარჯვებს, აქაც გაიმარჯვებს და უკვე ჩათვალა რომ რუსეთი შედის და სულ იქნება აწდამარადის და უკუნითი უკუნისამდე. უბრალოდ რა არის იცი ჩვენი მოქალაქეების რაღაც ნაწილს როცა ჩვენ ლაპარაკობთ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს ყველაფერი გონია რაღაცა ენჯეოშნიკური ტიტინი და თქვენი ტრენინგებზე გასწავლეს ლიბერასტებო და აი დემონიზაციას აკეთებს ივანიშვილი აი ამ ხალხის, რომ აი ნახე ეს ლიბერასტები რეებს გელაპარაკებიან და ამ დროს ბიჭო პირდაპირ მიზეშედეგობრივი კავშირია რა. როცა ადამიანს ერთადერთი ამოცანა აქვს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, იქ სახელმწიფო უკუღმა ეწყობა, იქ პრიორიტეტი სხვა რაღაც იქ ქუჩის გაკეთება კი არ არის პრობლემა, წესრიგის დაცვა კი არ არის პრობლემა, უკაცრავად პრიორიტეტი, არამედ პრიორიტეტია რომ ახოსანაია დაიჭირონ, ვიღაცა მას რა ქვია, კომიკოს თუ იუმორისტს ესეთი ტერორი მოუწყონ, იმიტომ რომ სხვა რამე არის იქ მთავარი და სხვანაირად არ გამოვა და მე აღარ უნდა განცვიფრდეთ ხოლმე რომ ხალხო ვაიმე ბავშვი დაიღუპა, ჩემს თვალწინ ვიღაცა მოკლეს, ღმერთო რატო ხდება, ღმერთო რა ხდება. აი
ეს მინდა რა, რომ ხალხო აღარ გვინდა განცვიფრება. თუ ივანიშვილის შიშველი ძალაუფლების კულტი იქნება ამ ქვეყანაში, სხვანაირი ცხოვრება ჩვენ უბრალოდ ვერ გვექნება. ჩვენ ვიქნებით მიწიერ ჯოჯოხეთში. და ეხლა ვახოს ამბავს რაც შეეხება, ხო? იმისთვის რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს ეს რეჟიმი და შეკრას რაღაცა კონსტრუქცია ხო აი წვალობს რა, შეაკოწიწებს დაერღვევა. მას ჭირდება აბსოლუტურად ყველაფრის განეიტრალება, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის და გვეუბნება ყველა მისი კანონის ცვლილებით, ყველა მისი ნაბიჯით, აი ვახოს დაჭერით, რომ სხვანაირად არ შეუძლია არსებობა, სხვანაირად მისი ძალაუფლება ვერ იარსებებს, თუ ყველაფერი არ გაანადგურა და უნდა კაცო ამ კაც ძალაუფლება, ამ კაცრავად მე ავიღებ. მოკლედ უნდა და რა ქნას ხო და ხო უნდა შეკრას რაღაცა ისეთი, რომ ეს შეინარჩუნოს. ამიტომ უნდა დაიჭიროს ყველა თუ არა ყველას ვერ დაიჭერს ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ უნდა შეაშინოს, აი ვახო რატო აქვს რავი ძალიან მაღალი ცნობადობა აქვს ვახოს რა და ამიტომ დასაჯეს ვახო, რომ აი ეს რო შუქდება, ეხლა ბიჭო დააფიქრდება ვიღაცა ხა დარწმუნებული ვარ საქართველოში 100,000 მოქალაქე თulis რომ აი სამასოიანი სიტყვა ძალიან უხდება ბატონ პაპუაშვილს. დარწმუნებული ვარ, მაგრამ დაფიქრდება რომ ბიჭო თქვა ხმამაღლა თუ არ თქვა. უკვე ხო და აღარ შეექნება დისკომფორტი. ხა ეგენი ხო ტროლები და ბოტებით გვიტევენ და აი რაღაც საზღვრებებს გვიწერენ სულ, მაგრამ ხალხი, ნატურალური ხალხი, ნამდვილი ხალხი უწერს ხოლმე მაგათ მაგ სამასოიან სიტყვას და შესაბამისად უნდათ რომ ეს ხალხი გააქრეს თვალსაწიერიდან, მაგრამ იცი რა არის აქ მთავარი, რომ არ არსებობს საქართველოში იმდენი საკანი, იმდენი ციხე, ვინც დაიტევს ყველას ვინც თulis რომ პაპუაშვილს უხდება ის სამასოიანი სიტყვა. და მე არ ვიცი როგორ გააჩერებს ივანიშვილი აი ამ ტალღას, ხო, რომ აი დაიჭირა ვახოსანაირად და შეშინდება 1000 ადამიანი და აღარ უწოდებენ. არა, ბევრი რო არ გავაგრძელო, მოკლედ ამ შეუზღუდავი ძალაუფლებისგან, აი ამ სიბრიყვისგან, ისეთი აწყვეტილი აქვს ივანიშვილს, ისეთი სისწრაფით მიქრის და ისეთი ტრაექტორიით მიქრის, რომ აი არ არსებობს რო არ აილეწოს. გამორიცხულია ინგა, გამორიცხულია უბრალოდ სულ ამბობ რომ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენივე თავის რწმენა, არ უნდა ვთქვათ რომ ვაიმე აღარ შეუძლებელი აქ რამის გაკეთება და მოდი ახლა წავალ და აღარ შემიძლია. აი შიში უნდათ რომ დანერგონ სინამდვილეში. შიში უნდათ, მაგრამ მე მგონი რომ საპირისპიროა პოსტების თემაზე გეთახმები, შეიძლება ადამიანები დაფიქრდნენ ხა აი ეს აკრძალული 300 დავწერო თუ არა, ან გავახმოვანო თუ არა, ვერ მოახერხეს რომ საქართველოში ადამიანებს თავრობა არ ეგინებინათ. ვერ მოახერხეს რა. და აი ანონიმშიკები კი არსებობდნენ, მაშინ და რავი ბირჟაზე თუ იტყოდიან სუფრაზე თუ მთავრობას განსხვავებით შეიძლება ვიღაცას ჩაევში, მაგრამ უკვე აი 60-იანი 70-იანი წლებიდან ეგეც აღარ იყო რა. საქართველოში არ იყო ხო, რომ აი ნუ თავრობას ვინ თქვა დღეს თქვა ვიღაცამ ტევე პირველზე თუ არ ცდები რომ რა უცნაურიაო კაცო ქართველ კაცს უკრძალავენ ციხეში უშვებენ გინების გამო მთავრობის გინების გამო. აუცილებლად მინდა მთავარი თქვა რომ იმისთვის რომ რეჟიმი იყოს საშიში და რეჟიმი იყოს მყარი, აი ძალიან ისეთი უნდა იყოს რა, ძალიან ბრუტალური, საშიში და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რეჟიმი იყოს კომიკური. იქ ისპობა და აი ოცნებას და ივანიშვილს აქვს მთავარი პრობლემა, რომ რაც არ უნდა დრამატული ამბავი გააკეთოთ, ბოლოს მაინც კომიკური გამოდის. ხალხო, ვახოს ამბავი არის კომედია თავიდან ბოლოს. იმიტომ რომ ნინო, მოდი მეც განვაგრძელებ რა. აი, ბოდიში ვიტყვი რა, ანუ კაცი წერს რომ არ დაუძახოთო მაგათო ეგ 300-იანი სიტყვა არ დაუძახოთო, ნუ დასცინა ხო? და მე შსს წარმომადგენელი გუში მთელი სერიოზულობით ამტკიცებდა რომ აიო, კიო ესეო პირდაპირ არ ვთქვამსო, მაგრამ კონტექსტი იყო ფარო ხო კომედია ჩვეულებრივი აი ქოცმა რაც არ უნდა ტრაგედია გაიგეთ აკრძალული ასოები სხვათა შორის ეს არის მაგათი დღეგრძელობის ერთ-ერთი კრიტერიუმი და ძალიან ცუდია იმიტომ რომ ჩვენ კაი ხანი მაგაზე ვიცინოდით კარგი ნინო მოდი მავნებლობას აკეთებდი და ვიცინოდი აკეთებდნენ და მაინც ვიცი იმიტომ რომ სასაცილოები იყვნენ მაგრამ აი ამ სასაცილოებაში კოშმარი დაატრიალეს, მაგრამ რა ისი თქმა მინდა ბოლოს რომ არ გამოვა ივანიშვილისგან დიქტატორი, იმიტომ რომ ძალიან კომიკურია.